Mondo. დილამშვიდობის არხის გამომწერებო. ჩამოვედით სარჭალაში წელს პირველად, რავი ეს დღეები, მაგრამ წვიმდა, ეს ორი დღე კარგად იწვიმა. დღესაც ძალიან მაგარი ამინდი გვაქვს. მოღრუბლული არის. ნიავიცა გვაქვს ჩვენ და საბედნიეროდ. ნიავი კარგია. წელს პირველად ვარ სარჭალაში. არ მინახავს რა სიტუაცია. წამოვედი მე ბრმად პირადად. როლანდი რამოდენიმეჯერ იყო და ყავი და დიდი არაფერი სიმართლე რომ ვითხრა ძალიან იყო გადამხმარი, ძალიან იყო გვალვა. იმედია დღეს შედარებით უკეთესი სიტუაცია დაგვხვდება. ხო, გვიმოდონოთ რომ წვიმის გამო და გრილი ამინდის გამო ფრინველი შევიხვედროთ, ნახოთ რა გამოგვია, ვიქნებით ორი კაცი, ორი ძაღლით, ფონდოთი და ნინათი და ნახოთ აბა რა გამოგვია. დილის ნადირობა იქნებ აქვე თბილისთან ახლოს შედგეს რა. აბა დროებით და რილაქსი ხელის დაჭერა ბევრს ავიწდება, უყურებენ და არ იწერენ არხს. გთხოვთ გამოიწეროთ არხი. გამოიწეროთ არხი, დავალაიქოთ ვიდეო და ბევრ კარგ საინტერესო ნადირობას. დავამატოთ რომ მე ნადირობ დღეს ისევ და ისევ ბევრი მეკითხება რატო ნადირობთ, ნადირობ კრალ ტუნდრათი 2 სასხლეტით, რკინის კალაპოძე 66 სანტიმეტრის ლულებით რა და ჩვეულებრივ უბრალო ზუბერის ვაზნებით 9 გრამიანი. 9 ნომერი 28 გრამიანი და როგორ შენ სახალი თუფი გაქვს შენაჯენი? ეს არის hand group-ი Perfetto, ეს თურქული წარმოებელია 66-იანი ლულებით, 1 სასხლეტით, 9 ნომერი BPS-ის ვაზნები. BPS ვაზნები. და არის ლულა 66-იანი, ხო ეგეც? ეხლა იყიდე. ეხლა ვიყიდე 1 კვირა. აბა, წარმატებები, პირველი ნადირობა ამ თოფის და ვნახოთ რა სიზავს და მე რას ვიზავ. თოფი იზავს. დროებით. ოკეი, წავიდეთ. წავიდე ხომ. ძალიან მაგარი ნიავი არის, ცოტა გვერდითი გვაქვს, მაგრამ არა უშავს. ნაცვიმი კი არის, მაგრამ ბალახი და მიწა არ არის ველი რა. არ არის. ო, მაგრამ არა უშავს რა. მანქანით არის ნასიარულები როგორც თუ სადმე ნამაინ მუნარი არ არის და რამე ელექტროსაყვირი არა აქვს ჩართული პირობა ყველანაირია ხო ოპა სტოპ ოჩა რა რაპორტ რა როგორ მოტყის მოხდა ხო სამაგ მაშა ეს ვაზნა არ დავავდოთ ჩემო როლანი ჩავიდე პირველივე გასვლა კიდე კაი ეს მოხდა ქვედა მხარე ო ერთი გასვლა გაქვს ხო პირველი გასვლა აგერ არის ვიდეოზეც დაფიქსირებული პრობლემა არ არის ეს არის ხო მაგრამ სამაგრი ნინა ჩემთან ოնդო დავიჭერ ამათა აი ესა მოიცა გასაღები თუ არ წაიღე ესეთი რაღაც მოხდა ნახეთ პირველივე გასროლაზე როგორ ჩანს ქონდა ქარხნული წუნი ამიარახს და ტიპჟირი რაზეც მაგრდება ეს კბილი რაზეც არის ის ადგილი მოწყდა როგორ ჩანს არ იყო კარგად შედუღებული რა და იმედია მაღაზია საიდანაც შეიძინა როლანდი მესტოფი ამ ზარალზე რაღაც პასუხისმგებლობა ექნება რა თან გამიკვირდა ახლა მე არა ვარ მაგდონის ექსპერტი თოფებში მაგრამ პირველი გამოსვლა პირველივე გასროლა ესე მოხდა თავარი არის რომ თვითონ როლანდი არ დაზიანდა არ მოხდა რამე ისეთი რომ შეიძლებოდა მსროლეს პრობლემა შექმნოდა რა და საბედნიეროდ ეგეთი რამე არ მოხდა რა კაი იქნება თუ თოფებს ალბათ ნადირობამდე რამოდენიმეჯერ სადმე სტენდზე გატესტავთ რომ ესეთ პრობლემას არ წააწდეთ რა. კიდე კაი როლანდის აქ მეორე თოფით წამოღებული. ეხლა მეორე თოფს აწყობს და იმით გავაგრძელებთ ნადირობას რა. მოიწი აქეთ. მოდი ნინა. როგორ წავიდეთ გოგი? ესე გადავყოთ, იმიტომ რომ ნიავი იქედან აგვაქვს რა.
ნელა 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 აპორტ მიდი მომიტან არა აპორტ ნინა ნია ვიქედანა გვაქვს და ეგრე ეწყობიან და მოდი ჩვენს ესე ვიაროთ რა წამო ცოტა მარჯვნივ მივიწიოთ აქეთ რა ხდება ეგ მაინტერესებს აქეთ ხელია ეგრე უნდა ჩავყვეთ ხო, მაგრამ იქეთ მინდა ერთი კაი ადგილი ვიცი გადასვლა. აქ თხელია, სამალი არაა. Hondo! მაგი გამოცდილება უნდა და მაგი დაიხვეწი აბა ცუნებული თუ არ აკეთა პირველი სეზონია და აბა როგორ გინდა შე რა გეგმონია რომ ეგრევე პირველივე სეზონის ზაღლი იფრენს ცოტა მარჯვნივ წავიდეთ რა რომ იქეთ უნდა გადავიდეთ აქ თხელია როლანდ ხო ხედა აქ ტყუილად დავდივართ ავიჩე მომენტში დასდეს ჭიდებს მომენტში არა დაშოვა მომენტში ჭიდებს რა იმიტომ რომ ფრინველი რო არ ხდება ბეზრდება და ერთობა რა. მაგი ნაბულიდან ნაბულზე რო გადადიოდეს და მეტი მწყერი ხდებოდეს, ეგრე არის. ეს პირველ მწყერზე იდეალურია რა. ხო. ეს ცოტა მაღალია და სქელიცაა რა, მაგრამ აბა ვნახოთ როგორ გავივლით აქ, ხო? როგორი სასიარულოა რა. ოპა. არ არის ისეთი სიმაღლე, რომ და ისეთი სქელიო ძაღლებს გაუჭირდეთ რა. შვენიერი მინდორია. ამას გავუყვეთ, მე გამოვუყვეთ. ცოტა მოიწი.
არ არის კიდე არ იყო რა ის წვიმები შორია ჰონდო ანუ უფრო ფიქრობ რომ შემოვიდით ფერზე მაღალში უფრო იყო ხო? ჩემთან ჰონდო ჯანმრთელო ოპა секундире Ocha. Stop, Nina. Tarola mains ყოფილი. რაღაც ისიც მაინც მესვო. აგერ მოხვდება რა. თან ერთად რო დადგებიან ხოლმე ნაბულზე. ის ნაბულზე არ დგება, ის ნინა. სეკუნდირებაზე. ხო, ის ელოდება არინძეო, რომ იმას არ ამოუფრინოს. აი, ჰონდო რა. მაგას გეუნებოდი, ხო? არ ჩავიდეთ ის ნახოთო. ნიავი აქედან უბერ. ხო, ამიტომ ძაღლებისთვის ესე სიარული ჯობია რა. წა. ეხლა შენოდნავ მარცხენა იწე 1-20 მეტრა. და ეს მაქსიმალურად გავიტანოთ რა. იმიტომ რომ ქარი წინიდან და ორივე კარგად იმუშავოს. და მეტ სივრცეს ავიღებთ რა. მომეცი, ცოცხალი, ჩემთა. დაჭრილია? აა. ჩვენი. აჰა, ჩაიდე. არა, მაგ ჩასადები ჩაინე. აჰა, ჩავდი. მაგრამ ესა გაჩერება. ესეც ჩამიგდე. ჰონდო! ვის ვეძახი? ნიავი საიდან აქ? ესია. ოკეი. ვა, როგორ ვერ მონუს, ანუ აბულზია მიყევი ნიავი აქ და აგე საიდან ავიდა დაინახე წინიდან აფრინდა როლან ყავთ მაგას წინიდან აუფრინდა და აინ ლავინახე რომ აფრინდა. აა შორსი. შორ მერე კაია საიდან იყოსა დაინახე. შემდეგზე კარაბინი. ხო არა ოპტიკა რა. სამნელა გავხდა. ეს ის იყო მე მგონი წეღან. Ina, stop! Stop! სამი რამდენი გიდა? შენ მაგას უყურე, ნინა იქეთ არის, ნაბუ.
ოჩა. წინ. მიდი. Stop. Apart. არა. აკეთ. მომიტანე, ჩემთან. ჩემთან, მოდი ნინა, ჩემთან. ის ნახე მწყერით რომ ისდოს, ჩემთან ნინა. დააგდო. ნინა აპორტ მინი მომიტანე. აპორტ მინი. ნანდარი მან მომიტანე. დაგე. ერთი რამდენიანი? მოდია, ჩემთან ნინა. ჩემთან. მწყერით რომ ნადიროს ნახე რა არის. Hondo, შორია. სუნიცემდა და დაინახე. მოდი აქეთ. რამდენ წვიანია ეგ? 5. და პლუს 1 ხო? ხო, ყველა ჩადე რა. თან ის არის, აქვია. ამიტომ უნდა იყიდო იაფიანი ვაზნები, ჩემნაირად და შენნაირად ვიფარო. არ დაგენა. დამოვიღე ის თუ. მეთქი ორზემეც არ გავიშვილო და ერთზე მეტი ვერ გავიშვილე და ეგ მეტარები. ყავდა. შორია ჰონდო. ჩემთან, მოდი აქ. მოდი ჩემ. ჰონდო. ნიავი საიდან აქ ვერ დავა. აი ცოტა მარცხნივ მოტრიადი რა. ნელავია. ბანკანა უკან უკავს იქ. აი კი ჯობია რა. აი ეს ჯობია, პირდაპირ ვიდეო. ნიავი კი ჯობია, მინდორი არის ცოტა სხვანაირი. აი სხვანაირი მინდორში იყო, დაინახე? თან იქეთა გვაქვს მე სასიარულო ძაღლების საიღლები. წამო ესე გადავხოთ არა უშავს. წავედით. ხო ნახე წაღლი წერზე მიდის. ნახე ჰონდო გამხელა დანიშნოს ხა. ნელა სტოპ. ოჩა ჰონდო. ჰონდო მიუშვი. მიუშვი. ნინა პროსტა წააწყდა. შეიძლება ორი იყოს, თუ მარჯვენ წამოვა. მე ვესვრი შუ მარცხნივ შენ. მიდი წინ. წინ. ნინა წინ. არა აქვია. Okay. ოჩა. მიდი ნინა, წინ, წავიდე. გარბისება. წამ. მიდი. წინ. ჰონდოს დაანებით. აგე. ერთი. კიდე ძახს არ გაარტყა, კიდე ერთი. მიდი. დედავატი. არა, ვაფშე არ ვიყავი მზა. აბა მზად რო იყო და წერმა მაიტა მესროლეო. არა უშ. ძახთან ერთად შენს ნელელა. მაზილა. არა უშ, სწორ. აბა განათლებული მწერ. ნაკითხი იყო რა. აქ არის კიდე. ჰონდო უნდა იპოვო ჰონდო. არ შევარ. ნახე საიდან გაუკეთა რამხელა მანძილიდან. კილომეტრიდან გაუკეთე ნაფული. მოდი ტოპსბოქსემ და ვებოვზე. ისე კი ჯობია. იქებ ჰონდო მაინც გაარტყას.
დაიჯდეს და იქნება კიდევ. აგინა თითო როლა არის რა. ახე რა კარგად დგას. როლანდ გიყურებ. აგე ერთით კიდე აი რაკენ იცი ეხლა ვაზნას ასაჩადებ ცოტა მოусველი აბა წამო ნინა მოდი აქ წამო მოდი და მე ძახსაბრალებ რა ნელა მიხევი ინასტოპ როლანდ ყავს მაგას მიდი ესრული ანდა მაიცა მაგის დაკარგვა იქნება მიდი ესრული მიდი მარჯვენ თუ წამოვა მე ვესვი ნინა წინ მიდი მიხევი ო შენგენ ნახე ხონდო ნახე ნინა აპორტ მიდი მანდარი ხონდო მანდარი მოტრიალდი ნინა აპორტ მოტრიალდი არა დანებ ძაღლმა უნდა იტყოს ჩემთან მანდარი აი შენგან მარჯვენა ხონდო დაუძახი ნინას ნინა აპორტ არა მიდი ნახე მიდი ნინა ნახე აპორტ მოდი ჩემ მაგას ვაფშე ეცადე რომ არის ოჩ კარტი პატარა ხო არა არა მშვენიალურია ოკეი დოარ რა მალადი სისხლი ჩავაწვეთ ჩავაწვეთო ხო უკნა სამ ხაზ ზევით ავიწიო თორე ძალიან შორსავთ მანქანა ოუ ხო სა მე ცოტა თხელი არის ყარნაბულზე ხო მაგას თან ნახე როგორ არის ცი დრო და დრო შენ ძახსაც გაიცნობ რა მე მიხვდები როდის რას აკეთებს და მაგი ასაკთან ერთად და დროსთან ერთად გაიგებ რა მე ხა მაგალითად რომ თუ არის ესეთი მომენტი რომ ძახს ვერ ხედავ რაღაც მანძილზე გავიდა და არ გამოჩნდა ხვდები რომ ნაბულზია ნერე როგორ მუშაობს ყვალზე როგორ მუშაობს როგორ გადადის მაგას ნელა შენ ძახს გაიცნობ და შეისწავლე რა თვითონაც დაიხვეწება რა მიხვდები მის მანერებს ცოტა მარჯვენ დაუჭიროთ არა ქარი ჩამდგა საერთოდ თობს რომ მოიმარჯოს ზურგი ჩეტრიად ოპა ნინა არა კუცათა მიდი ნინა სტოპ ოპა ყოჩ
აქ ჩაჯდა სადღაც, ხო? ნაბულის გაკეთება ვერ მოასწრო რა. პატრიალდი. ვერა მაგდენს, წერს იმდენჯერ ვესროლეთ, რომ არა, ერთი კაი ისე შეიძლება დაყრუებული იყოს. ძალიან მაგარი ცხვირია. აპორტ, ყოჩია, ნახს ადიპო. კითხარი? ჩამოვაგდეთ, მოდი ჩემთან. ო! აგე იპო. ცოცხალი ყოჩა, ჩემი ჭკვიანი ყოჩა. ოკეი. წამოისავიქეთ გავუკვეთ. აი ეს მინდორიღა დაგვრჩა და გავიდეთ ბოლოში, რაც ამოვა. აიღალენ ცოდუები არის. მიდი. Danke. Nela. Stop. Ocha. Opa. Კიდე. კაია. შვენიერი. ა? ობა. კაია. Agi. Egari. Hey, şobe. Ya. აი არა ნახე რა გააკეთე. მაგანი ეგეც ხوار გავაფუჭე. რა? გაჩე. ვა. ამო კაცის. ამო იერა. Aport. მოკლედ სულ ეს იყო. მოვინადირე დღეს ნორმალური იყო რა. კი, ფრინველი იყო, ესეა თუ ისე. ბევრი გავაცდინეთ. 2 წელი დაუკარგეთ სამწუხაროდ. მაგრამ ეგ არაფერი ხდება ხოლმე. შედარებით უკეთესი სიტუაცია დაგხვდა რა. ეხლა მე აქ ბევრჯერ ვიყავი, გახსნაზეც აქ ვიყავი. და გახსნის მერე 4-ჯერ ვარ აქეთ ნამყოფი ან 5-ჯერ და გაცილებით უკეთესი სიტუაცია დაგხვდა რა. წვიმა მუშველა.
ცოტა უშუალო, მაგრამ კიდე ისი არ არის. მიწა კი. წყლით შევსებული, აი დილიდან დავიწყეთ სიარული და ბოტები საერთოდ არ დაგვისვლა ფაქტობრივად შრალი გამოვედით, ხო? ანუ სტანდარტული სიტუაცია, რაც სარჭალა შეეფერება ჯერჯერობით. აქ თუ დაიწყო გადაფრინები და პლუს წვიმა დაემატა, როგორც იცის, ფრინველი შემოვა რა და ერთი წვიმა კიდე რო დაემატოს, უკვე კარგად იქნება ყველაფერი. კი, აი ეს რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ტერიტორიები არის კერძო და არ გვიშვებენ და რაღაც მე მაგალითად სადაც შარშან ამდენი წელია ამ ადგილებში ნადირობ. ეგ პრობლემა არ შემხვედრია, შემოვედით ჩვეულებრივად იმ ადგილზე სადაც ნადირობდი და არავის არც ხელი შეუშლი, არც აუგზავნავს. არის აბრები დარჭობილი ნადირობა აკრძალულია და კერძო საკუთრება, იქ არ უნდა შეხვიდე რა, ეხლა სადაც გაფრთხილებენ ვარ შეხვიდეო, არ უნდა შეხვიდე. ეგ აბრები ჩვენ არ შეხვედრია. ხო, ჩვენ არ შეხვედრია, იქით ხარეს არის რა, ეგ აბრები მე დანახი მაქვს და კიდე კარგი ის იყო, რომ სადმე რომ განსაკუთრებული სროლა ყოფილიყო რომელიმე მხარეს ვინმეს როგორც იცი, ანუ ერთ ადგილში 15-20 წუთი ისვრიან, თოფეს დაადუღებენ და სხვაგან აღარ ისვრიან, ანუ რო ამბობენ რომ მანოკებს თავენ და რაღაცა, ეგ სიტუაცია დღეს არ შეხვედრია, ყველგან ისროდნენ თანაბრად, ზუსტად ერთდროულად როგორც ჩვენ დავიწყეთ. ჩვენს გარშემოც თანაბრად ისროდა ყველგან სროლა. ყველა პატიოსნად ნადირობდა. როგორც ჩანს. კი. რაც თავარია ხონდო მიმუშავა იდეალურად. შეიძლება ითქვას და რა გახარებული ვარ ძალიან. ანუ ჩვენ შრომას ტყუილად არ ჩაულია რა. ანუ რაც წელს ევალება ჰონდოს იმას დავალებას, ან კარგად ასრულებს, კარგად არჩევს თავს და ნელა კიდე დაიხვეწება. კი. კიდე რაც შეეხება იმ საკითხს, ვისაც დილით გამოსვლა გინდათ, სარჭალაში ნადირობა გინდათ, 1-2 კაცისთვის პირობა არის, რო თქვა ეხა 5 და 10 კაცი მინდორ შეხვალ და ისიამოვნებ, ეგრე არ არის. გამოხვალ დილით ნადირობას ინადირებთ, წერ შეიხვედრით და საგეში ძაღლებისთვის იყო კიდე კითხვა, რომ საგეში ძაღლის ტარება თუ ღირს, საგეში ძაღლისთვის ცოტა პირობა რთულია, ჯერჯერობით, იმიტომ რომ კიდევ ნიადაგი არ არის ველი, ბალახის ველი არ არის, ხშირად ფრინველი არ შეხვდება საგეში ძაღლს და ამიტომ საგეში ძაღლის სასიარულო კარგი გამოცდილი ძაღლით დილით ნადირობას სარჭალაში იდეალურად ინადირებ კი. დიდი მადლობა ჩვენი არხის მაყურებლებს. გთხოვთ გამოიწეროთ არხი. პატარა ღილაკია დააჭირეთ, მისოყურეთ, ვისაც მოგწონდა და ანჩეს დავამონტაჟებთ, ნახოთ რა გამოვიდა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და ბევრ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. კი ბატონო, აქ აწი და აწი მე მგონი სეზონი ნელა მოიმატებს და უფრო გახურდება რა. დროებით.